მოგესალმებათ შაბათის მებაღე. წინა ვიდეოებში ზამთრისთვის მზადებისთვის, როგორ ამზადებ ბაღს ზამთრისთვის. მე განვიხილე რომ რატომ უნდა მოვწყად ბაღი და აგრეთვე რატომ უნდა გავასუფთავოთ ტუიები. შეგვიძლით რომ გაჩვენებდით როგორ ვასუფთავთ ტუიებს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. მაშ ასე როგორც ვიცი, ადამიანებს გვიყვარს ცეცხლის და გამდინარე წყლის ყურება, ხო? ეჭვი მაქვს რომ ჩვენ აგრეთვე გვიყვარს უყუროთ თუ როგორ მუშაობს სხვა. როგორც ხედავთ, აი ნახეთ ეს ცისფერი ლაქები რომ აქვს. ეს არის შეწამლული ბორდოს ხსნარით. წიწვოვნებზე შეიძლება მხოლოდ 1%-იანი ბორდოს ხსნარით შევწამლოთ. ბორდოს ხსნარი ვიცით სოკოსაწინააღმდეგოა. მაშ ასე რატო ვასუფთავებ ზამთრის წინ? იმიტომ რომ აი შეხედეთ ამდენ ნაგავია. ეს ნაგავი ჯერთი არ აძლევს საშუალებას რომ ისუნთქოს. გადამიტყდა მცენარეს შიგნით ჰაერმა იტრიალოს და შემდეგ პროვოცირებას აკეთებს სოკოვანი დაავადებები გამრავლდეს, ანუ შეიძლება ჩალპეს შიგნით. ამიტომ ვასუფთავებთ, არ დავინანოთ, თუ რომელი მეთოდი არ მოგწონს მოვწყვიტოთ, იმიტომ რომ აქსინაცე არ უდგება და ფოტოსინთეზის შესაბამისად არ არის და ეს ტოტი მაინც ვერ გაიხარებს. სხვათაშორის ეს ტუია ავამტყოფობდა და გადავარჩინე აი სოკოსაწინააღმდეგო მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით. აღარ მახსოვს მაშინ რა დაავადება ქონდა და ზუსტად რითი ვუწამლე. აი სადაც ხელით არ განთავისუფლდა და შეხედეთ, არ ვიცი ჩანს თუ არა. კარგად გადავჭრი ამას. შემდეგ ტუიას აუცილებლად შევწამლავ, ეს უკვე გადაკრეჭილი მაქვს. გადაკრეჭებისთვის ჩემი აზრით გააჩნია რომელ რეგიონში ხართ, როგორი სითბოებია თქვენთან და როგორი თბილი ზამთარი იქნება, მაგრამ ჩემთან გადაჭრები უკვე დავასრულე გადაკრეჭების ფორმირება, რადგან თუ ეხლა კვირტები სავეგეტაციო კვირტები გაიკეთა და გადაჭრის მერე მაგას აკეთებს ყველა მცენარე. შეიძლება დავასუსტო მცენარე ზამთრისთვის, მოიყინოს კვირტები რომ მოიყინება თვითონაც სუსტდება, ასე რომ არ შევეხები, თუმცა სასურველია რომ ეს სისტემატურად ვჭრათ, რომ არ გადაიჩეხოს, ნუ თუ საცმა დიდი თოვლია, თოვლი ჩეხას, ქარი, ყინვიანი წვიმა და ასე შემდეგ. კიდევ ერთი საიდუმლო. ახალჩარგული ტუები ყოველთვის იქნება რუხი ზამთარში. რატო? იმიტომ რომ ჯერ ფესვთა სისტემა ისეთი ძლიერი არ აქვს, რომ გამოყვებოს მთელი მცენარე. თუმცა მასაც ზამთრის წინ უნდა ეგრეთ წოდებული ბლაგაზარიადნი პალიებ, ანუ წყლით უნდა გავშღენთოთ ნიადაგი, ნაკლებად გარუხდება, ეგ რუხი რო ხდება არის დამწრობა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არის ზამთრის მზის დამწრობა, დილის მზის, განსაკუთრებით იმათ, რომელიც აღმოსავლეთით გაქვთ. და თუ გინდა რომ დასრული ტუია არ გაიყინოს, აუცილებლად კარგად უნდა მოირწყას. მთელი ფესვთა სისტემა უნდა დაუსველდეს. ამ შემთხვევაში აი ეს არის ცოტა მოყვითალო ტუია, ლაიმისფერი, ესაც კი არ მირუხდება ზამთარში. თუმცა გაჩვენებთ, იმედია ზამთარშიც როგორი იქნება ეს ყველაფერი. ამჯერად დაგემშვიდობებით, მომიწონეთ,
ხო, მართლა, აი ქვემოთ ნახეთ, დავუფინე. მართალაც ტუიასაც ჭირდება თავის ჩამონაყარი, მაგრამ ესე რომ წმინდა, ეს უკვე გაწმინდილი მქონდა და ცოტაა ჩამონაყარი. ეს მეც მჭირდება მაგალითად ჰორტენზიებთან დასაყრელად და ლურჯ მოცთან. მაშასე დაგემშვიდობებით. სასიამოვნო უქმებს გისურვებთ. თქვენი შაბათის მებაღე. ახლა შემოგთავაზებთ დადგმეთ ოქროსფერი შემოდგომის ხედებით. ძალიან გთხოვთ, ვიდეოს მარჯვენა ქვედა კუთხეში არის ლოგო, დააკლიკეთ და გამოიწერეთ ჩემი ერთ. აგრეთვე თუ მოგეწონათ, მომიწონეთ. თუ შეკითხვა გაგიჩნდათ, მომწერეთ, აუცილებლად გიპასუხებ. თუ რა თქმა უნდა პასუხი მაქვს. მე მხოლოდ ჩემი გამოცდილებაზე დაყრდნობით და წაკითხულით ვუვლი ბაღს. სასიამოვნო უქმებს გისურვებთ.